მოგესალმებით ყველას ჩემს არხზე, იმედი მაქვს რომ ყველანი ხართ ძალიან კარგად, დაგიბრუნდით ახალი ვლოგით და გავატაროთ დღე ერთად. დღევანდელ ვლოგს რაც შეეხება, ცოტა უხასიათოდ ვარ, რადგან დიდი ხანია გადავწყვიტე რომ აღარ შევალ საინფორმაციოს, აღარ ვნახავ საერთოდ ინტერნეტში საქართველოზე, რადგან ძალიან გულთან ახლოს მიმაქვს ყველაფერი, ძალიან გულთან ახლოს ეს ყველაფერი ჩემში გადის და ყველაფერს ვიღებ მერე საკუთარ თავზე, მერე ვფიქრობ, ნერვიულობ და ხვდები რომ ამით ვერავის ვერაფერს ვერ დავეხმარები ამ ჩემი ნერვიულობით, მაგრამ გურამ დადიანიძის ამბავი ძალიან მომხვდა გულზე, როგორც იტყვიან, შემეხო ესეც და ამაზეც ძალიან ბევრი ვინერვიულე, როგორც ყოველთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიდეო ყველას გაქვთ ნანახი და პირველ რიგში მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო ქალბატონ სოფოს და მის ოჯახს. ასე მგონია, რომ ძალიან კარგად უნდა დამთავრდეს ეს ისტორია, რადგან ცხრაბრის ბოლო კეთილია. და რატომღაც მგონია რომ ეს ბიჭი ცოცხალია და მალე იპოვიან. ასევე მიხარია რომ მთელი საქართველო არის ჩართული ამ ყველაფერში და 12 წელი, მართლა 12 წელი, ეს არის ძალიან ბევრი, ეს არ არის 12 დღე, 12 კვირა, 12 თვე, ეს არის ძალიან ბევრი და იმის ფიქრი რომ ფუფუნება მაქვს იმის რომ ჩემი შვილები ახლო გვერდზე ოთახში არიან და ნებისმიერ დროს შემიძლია დავძახო, ხელით შევეხო და საერთოდ რომ გვერდში უმყვანან, ესეც კი მაფიქრებს და მოკლედ ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ეს ამბავი კარგად დამთავრდება. რაც შეეხება დღევანდელ ვლოგს, დღეს გასასვლელი ვარ მერიაში საბავშვო ბაღთან დაკავშირებით, რადგან არანაირი ინფორმაცია არ მომივიდა, არანაირი წერილი არ მომივიდა იმასთან დაკავშირებით, რომ თვითონ ქალაქი თანახმაა იმაზე, რომ ბავშვი მივიდეს ბაღში. მოკლედ, ყველაფერი ცოტა ახლართულ-ჩახლართულია საერთოდ გერმანიაში, ყველას თანხმობა გჭირდება. ბავშვი ბაღში ჩაწერილია, ბაღში მიგვიღეს, გასაუბრება გქონდა, მასწავლებლებს გამოველაპარაკე, მაგრამ ქალაქიდან არ მოვიდა არანაირი დასტური, ამიტომ დღეს უნდა წავიდე და გავარკვიო რა ხდება. ასე მგონია რომ აქვთ შვებულებები და ამის გამო გადაიდო, ან შეიძლება დაავიწყდათ გამოგზავნა, მოკლედ უნდა წავიდე გავარკვიო. ორისკენ უნდა გავიდე, ამიტომ 2-მდე მაქვს დრო და ვაპირებ დალაგებას, სანამ ბავშვებს ყავს გაბრიელი, რაღაცას უყურებენ და ძლივს დაჯდა ისიც და უყურებს რაღაცას, საერთოდ არ უყვარს ტელევიზორის ყურება, უყვარს მხოლოდ მუსიკების მოსმენა. ამიტომ ცოტა გამიკვირდა რომ დაჯდა და უყურებს, სანამ უყურებს და სანამ ჩუმად არის, ვაპირებ რაღაცა მაინც მოვასწრო რომ გავაკეთო. იწყებ სამზარეულოს დალაგებით, დღეს ჩემს მოვალეობაში შედის სამზარეულო და სააბაზანო, დანარჩენს ბავშვები მიალაგებენ, გამტვერს ასრუტებენ და მისაღებ ოთახს დაალაგებენ, ასევე თავიანთ ოთახებსაც. თან ვიფიქრე რომ რაიმე მომემზადებინა და დამეტოვა ბავშვებისთვის, რადგან როგორც უკვე გითხარით გასვლას ვაპირებ, საღამოსთვის ასევე მოვამზადებ ქათმის პარკლებს ბოსტნეულთან ერთად ღუმელში და ვიფიქრე რომ რაიმე დამეტოვებინა, ამიტომ ახლა ვამზადებ ბრინჯს სტაფილოსთან ერთად. ჯერ ვთუშავ ხახვის, შემდეგ სტაფილოსაც დავუმატებ, სტაფილო მაქვს უკვე გახეხილი და გაყინული, სხვათა შორის ყველაზე კარგი გადაწყვეტილება ასე სტაფილოს გაყინვა, ასევე ბულგარულ წიწაკასაც ვყინავ ხოლმე და
შემდეგ უბრალოდ ვიღებ და ვდებ სადილებში, ასე რომ უფრო მიადვილდება სადილების მომზადება. ასევე მაქვს ასეთი აპარატი, რამოდენიმე დღის უკან შევიძინე მაღაზია ალდიში და არ ვიცი 5 თუ 6 евро ღირდა, არის ძალიან მაგარი. ვიფიქრე რომ კიდევ ერთი ამეღო სააბაზანოსთვის, მაგრამ აღარ იყო. მაშინ როცა უკვე მივხვდი რომ ძალიან კარგი იყო, მივედი და აღარ იყო, ასე რომ ვფიქრობ სააბაზანოს თუ გავწმენდავ ამ სახეხით, შემდეგ ალბათ მდუღარეს გადავასხავ ხოლმე, რადგან იდეალურია სამზარეულოსთვის და სამზარეულოს ნიჟარისთვის ეს აპარატი. ვიდეოს დასაწყისში ვთქვი, რომ გაბრიელი ბავშვებთან ერთად რაღაცას უყურებს, ჩემი სიტყვები უკან მიმოაქვს, რადგან ზის კარებთან და ტირის ახლა ხან ერთი მოდის მიჰყავს ათამაშებს, მერე ეს ისევ მოფოფ ხდება ჩემს კარებთან და ისევ ტირის, მერე მეორე მოდის მიჰყავს და ასე შემდეგ. რომ მაცადონ დალაგება. მოკლედ, საერთოდ არ ვარ წინააღმდეგი რომ უყუროს ტელევიზორს. ოღონდ დიდხანს არა რა თქმა უნდა, უაზრობებს არა რა თქმა უნდა, პირიქით მინდა რომ რაიმე საგანმანათლებლო 10 წუთით მაინც, 20 წუთით მაინც მაქსიმუმ დღეში რომ იჯდეს და უყუროს მაგალითად ფერებს რო ასწავლიან ან რაღაც კარგ რაღაცებს მოკლედ რომ ასწავლიან, საერთოდ არ ვარ წინააღმდეგი. როგორც იცით, ჩემს მეზობელსაც პატარა ბავშვი ჰყავს და რამოდენიმე დღის უკან მეუბნებოდა რომ ჩემიც არ ჭამსო და ტელევიზორს ვურთავ ხოლმე, ვიციო რომ ძალიან ცუდიაო, მაგრამ უყვარსო ტელევიზორის ყურებაო და ხანდახან ვურთავ რომ ჭამოსო. რაიმე ნეტა გაბრიელს უყვარდეს ტელევიზორი და ჭამდეს ტელევიზორი. არ ვიცი. ალბათ ტელევიზორის გარეშე არ ვაჭმევდი, რადგან მართლა ძალიან უჭმელია, ძალიან ცელქია, აი არ ვიცი, საშინლად ცელქი. ახლა დავასრულებ სამზარეულოს დალაგებას, შემდეგ ვფიქრობ რომ პატარა წავიყვანო დასაძინებლად და გავაგრძელებ ისევ დალაგებას. Fly down and save me from these dumb human feelings. I'm not happy yet. Are you happy yet? Well, I keep on looking for answers, but the questions keep getting bigger. I've been calling you for a day or two, but the bug's got the line on the landline. Hey, little ladybug, up on the ceiling. Fly down and save me from these dumb human feelings. I'm not happy yet. I've been calling you for a day or two, but the bug's got the line on the landline. Hey, little ladybug, up on the ceiling. Fly down and save me from these dumb human feelings. I'm not happy yet. პატარას ძინავს სარეცხით ჩავიტანე გასარეცხად და მშრალი ამოვიტანე. როგორც იცით, სარდაფში მაქვს სარეცხის მანქანა და საშრობი. მიუხედავად იმისა, რომ ახლა არის ზაფხული,
ზაფხული. ვფიქრობდი, რომ ზაფხულში საშრობს არ გამოვიყენებდი, მაგრამ ვერ აგიხსნათ რა ბედნიერება, მშრალი სარეცხის ამოტანა. სულ ვხმარობ საშრობს, უბრალოდ აივანზე ვაშრობ, მხოლოდ პირსახოძებს და თეთრეულებს, ასეთ მსგავს პატარა ტანსაცმელს და საერთოდ ყველანაირ ტანსაცმელს ვაშრობ საშრობში. არის სრულიად მშრალი, სულ სხვა სტრუქტურა აქვს, სუნიც, სარეცხი არის რბილი და მართლა დიდი განსხვავებაა მზეზე გაშრობილი და სარეცხის საშრობით გაშრობილი. მოკლედ ძალიან კმაყოფილი ვარ, აშრობს მთლიანად, საერთოდ არ რჩება არაფერი სველი. მთავარია რომ დავიცვათ რამოდენიმე წესი გაშრობის დროს და სრულიად მშრალი სარეცხი ამოდის საშრობიდან. ახლა მივალაგებ უცებ სააბაზანოს, შემდეგ მოვიწესრიგებ თავს, რადგან პატარა რომ ადგება, აღარ მომცემს იმის საშუალებას, რომ თავი მოვიწესრიგო, ამიტომ მზად დავხვდები. შემდეგ უცებ ჩავიცმევ, პატარასაც ჩავაცმევ და გავალთ. რა თქმა უნდა, ვაჭმევ. ფშიერს არ წავიყვან. ახლა ვჩქარობ და ჩქარ-ჩქარა ვალაგებ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ვიდეო ახლა აჩქარებულია, სინამდვილეში მართლა ასე ვზრიალებ, რომ მოვასწრო ჩქარ-ჩქარა, რადგან დარწმუნებული ვარ 20 წუთი მაქსიმუმ ნახევარი საათი თუ დაიძინოს. მაგრამ სად იყო და სად არა გაბრიელს საათნახევარზე მეტი ეძინა. იქამდე გავწმინდი იატაკიც, გავწმინდი ასევე სარკეებიც და მოკლედ სადაც კი ხელი მიმიწვდა, რასაც აქამდე ვგეგმავდი და ვერ ვასწრებდი, ყველგან ყველაფერი გავწმინდა. But the bugs got the line on the landline. Hey, little ladybug, up on the ceiling. Fly down and save me from these dumb human feelings. I'm not happy yet. Are you happy yet? საღამოს მოვამზადებ ვაშლის რულეტი, ეს არის ჩემი ყველაზე საყვარელი რულეტის რეცეპტი. თუ არ ვწდები, მაქვს გაზიარებული ეს რეცეპტი თქვენთვის, მაგრამ ძალიან დიდი ხნის უკან, ამიტომ გიზიარებთ კიდევ ამ უგემრიელეს რეცეპტს. არის უადვილესი და უგემრიელესი ვაშლის რულეტი. დაგჭირდება 1 კილო ვაშლი, მე მაქვს ცოტა მეტი, კილო და 200, რადგან ჩემი გამოსაცხობი ფორმა არის საკმაოდ დიდი. პირადად მე ვთქვი ვაშლს, ასევე შესაძლებელია რომ კანი დაუტოვოთ და კანიანად ჩახეხოთ, მთავარია გული ამოაჭრათ და შემდეგ უნდა გავხეხოთ მსხვილ სახეხზე და გადავიტანოთ გამოსაცხობ ფორმაზე, ზუსტად ისე, როგორც არის ნაჩვენები კადრში, გადავანაწილოთ კარგად და ასე უნდა გამოიყურებოდეს ჩვენი ვაშლი. ახლა მოვამზადოთ ზემოდან ცომი და ცომი არის უადვილესი, დაგჭირდება მხოლოდ 5 კვერცხი, 1 ჭიქა შაქარი, 1 ჭიქა ფქვილი, ვანილი და 1 სუფრის კოვზი გამოფხვირებელი. მთავარი არის, რომ ჭიქა იყოს ერთი და იგივე, შაქრის და ფქვილის, რომ ერთი და იგივე რაოდენობის იყოს და შემდეგ არ არის აუცილებელი, მაგრამ სასურველია, რომ მსგავსი კბილანებით
გავთქვიფოთ მაშინ, როცა დავუმატებთ ფქვილს. ჯერ ვქვეფავთ ჩვეულებრივი მიქსერით შაქარს და კვერცხს გათეთრებამდე, მანამ სანამ არ გათეთრდება და არ ამოფრქვდება მასა, შემდეგ ვუმატებთ გამაფხვიერებელს და ფქვილს და მეორე კბილანებით ვურევთ მთლიანად ცომს. მომზადებული ცომი უნდა გადავიტანოთ ჩვენს ვაშლზე და გამოვაცხოთ წინასწარ კარგად გახურებულ ღომელში ზედაქვედა წვით 10-12 წუთი. უკვე გამომცხვარი ბისკვიტი დავასვენოთ სულ რაღაც 2-3 წუთით, რომ ოდნავ შეგრილდეს. შემდეგ ამოვაბრუნოთ ჩაისტილოზე და გადავახვიოთ ჩაისტილოს დახმარებით. მოკლედ ნახავთ კადრში ამ ყველა პროცედურას, რადგან სიტყვებით ვერ ვხსნი. მართლა სიტყვები არ მყოფნის ამ ყველაფრის ასახსნელად, ამიტომ შემდეგ გადავახვიოთ, ოღონდ ისე, რომ ვაშლი მოექცეს გულში და გამოვა რულეტი ვაშლის შიგთავსით. მოკლედ ძალიან გემრიელია, სცადეთ აუცილებლად, ხედავთ ახლა კადრში როგორ ამოვაბრუნე და შემდეგ უნდა გადავიტანოთ ჩაისტილოზე, მოვხსნათ გამოსაცხობი ქაღალდი და გამოსაცხობი ქაღალდის გამოყენება არის აუცილებელი, რომ არ მიიკრას თქვენს გამოსაცხობ ფორმაზე. მსგავსად გადავაბრუნოთ, შემდეგ ზემოდან მოვაყაროთ შაქრის პუდრა სურვილის მიხედვით და გემრიელად მიირთვით. უგემრიელესია როგორც ცივი, ასევე ცხელი. სურვილისამებრ შეგიძლიათ ვაშლში დაამატოთ მხოლოდ დარიჩინი, შაქარი და ვლინმისწვენი და სხვა მსგავსი რაღაცები არ სჭირდება. თუ მოამზადებთ, გემრიელად მიირთვით და აუცილებლად გამიზიარეთ კომენტარებში, მოგეწონათ თუ არა და გემრიელი გამოვიდა თუ არა. მე კი აქ დავასრულებ ჩემს ვიდეოს. დროებით!